საქართველოს ლოტერეის კომპანიამ დღეიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. კომპანია ბაზარზე ჯერჯერობით ორი დასახელების მომენტალური მოგების ბილეთებითაა წარმოდგენილი. ლოტერეის კომპანია საქართველოში ლოტერეების და ლოტოს მოწყობის 10 წლიან ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. ამ პერიოდში ორგანიზაციის მოგება დაახლოებით 4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 900 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება და სპორტისა და კულტურულ პროექტებს მოხმარდება. დანარჩენი თანხის 50% კი საფრიზო ფონდში დაბრუნდება. საქართველოს ლოტერეის კომპანიის მომსახურების ოფისის გახსნას ჭავჭავაძის გამზირზე დღეს თბილისის მერიც დაესწრო. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მსგავსი კომპანიების შექმნა ქალაქის განვითარებასა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ იდეაზე მთავრობა დიდი ხანი მუშაობდა და საბოლოო ჯამში ჩატარდა ტენდერი. მთავარი იდეა არის ის, რომ დაახლოებით თუ არ ვცდები 21% მოგებიდან მიდის სპორტის დაფინანსებაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ კიდევ უფრო მეტი თანხები დავხარჯოთ სპორტში. დღეიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მოიგოს 1-დან 1000 ლარამდე. ჩვენ ორი სახის მომგებიან ბარათებს თავაზობთ მომხმარებელს. ესენია 3 სურვილი და 7-იანი. როგორც გავიგე, 7-იანს ქართველები ბედნიერ ციფრად მიიჩნევენ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მოგებულიც ბევრი გვეყოლება.